არსებობს სპეციფიკური სიცივე, რომელიც მკერდში გეღრება, როცა ხვდები, რომ ჭეშმარიტად მარტო ხარ. იყურები ოთახში, უყურებ კოლეგებს, ოჯახს, შენს ეგრეთ წოდებულ მეგობრებს და ხედავ ცვლილებას. ღიმილი მათ თვალებამდე აღარ აღწევს. საუბრები წყდება, როცა ოთახში შედიხარ. ენერგია იცვლება. შენ აღარ ხარ ერთ-ერთი მათგანი. შენ სამიზნე ხარ. ადამიანების უმეტესობა აქ თხვდება. ადამიანური ცხოველი დაპროგრამებულია ჯოგზე, კონსენსუსისთვის, სიმრავლეში უსაფრთხოებისთვის. როცა ჯოგი შენ წინააღმდეგ ტრიალდება, ინსტინქტი კარნახობს, რომ ჩავარდე პანიკაში, დაიწყო ხვეწნა, თავის მართლება, რომ როგორ მეუკან, ჯოგის სითბოში შეძვრე. არ გააკეთო ეს. თუ ახლა გძნობ შენ წინააღმდეგ მომართული სამყაროს წნეხს, ეს შეცდომა არ არის. ეს გამოსაშები გამოცდაა. შენ გაააქტიურე საშუალო ადამიანების, ეგრეთ წოდებული მედიოკრების იმუნური სისტემა. საფრთხე გახდი, რაც ნიშნავს, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაც რეალურს აკეთებ. გინდა იცოდე, როგორ მოიგო მაშინ, როცა შანსები მილისტოლია. გინდა იცოდე, როგორ შემოაბრუნო დინამიკა ისე, რომ მათი სიძულვილი შენი აღზევების საწვავად იქცეს. მე გეტყვი, მაგრამ მზად უნდა იყო. გაუშვა ყველასთვის მოსაწონად ყოფნის მოთხოვნილება. ძალაუფლება პოპულარობის კონკურსი არ არის. ეს ფიზიკის კანონია. და ახლა ჩვენ გამოვიყენებთ სამყაროს წონას, რათა გავჩლიდოთ შენი მტრები და ავაშენოთ შენი ტახტი. თავი პირველი. კიბორდ ჩხალების კალათა. ჯერ უნდა გაიგო შენი სიტუაციის მექანიკა. თავს არ გესხმიან იმიტომ, რომ სუსტი ხარ. თავს გესხმიან იმიტომ, რომ შენ დაარღვიე ჯოგის დაუწერელი კონტრაქტი. მაკიაველი წერდა: არაფერია იმაზე რთული წამოსაწყებად, საშიში სამართავად, ან გაურკვეველი წარმატებაში, ვიდრე ახალი წესრიგის შემოღების ლიდერობა. როცა იწყებ გაუმჯობესებას, როცა იწყებ შენი ფინანსების, სხეულის, გონების მოწესრიგებას, შენ სარკეში ახედებ გარშემომყოფებს. შენი ზრდა ირეკლავს მათ სტაგნაციას. შენი დისციპლინა შეურაცხყოფს მათ სიზარმაცეს. გაიხსენე, რას გეუბნებიან, როცა სასმელზე უარს ამბობ, ან პარასკევს აღამოს მუშაობ. რა იყო შეიცვალე? მათ შენ კი არ სულ ხარ. მათ ძულთ ის სინასლე, რომლითაც შენ მათ მარცხს აშუქებ. ეს არის კიბორდ-ჩხალების კალათის მენტალიტეტი. თუ ერთი კიბორდ-ჩხალა ცდილობს ამოდრომას, დანარჩენები ტაშს არ უკრავენ. ისინი ფეხებში ებხაუჭებიან და უკან ეკაჩებიან. თუ ის აგრძელებს, უმტვრევენ ბაკანს. შენ ის კიბორდ-ჩხალა ხარ, რომელიც მაღლა მიცოცავს. შეცდომა, რომელსაც უშვებ, არის ის, რომ ცდილობ კიბორდ-ჩხალებს აუხსნა. ცდილობ აუხსნა შენი ხედვა, ცდილობ აჩვენო, რატომ იცვლები. გგონია, რომ თუ უბრალოდ გაგიგებენ, მხარს დაგიჯერენ. გაჩერდი. მათ იდეალურად ესმით. სწორედ ამიტომ არიან შენ წინააღმდეგ. მოგებისთვის უნდა შეწყვიტო მათი ოპოზიციის ტრაგედია და ხქმა. შეხედე მას როგორც კოორდინატს. არასწორი მიმართულებით რომ მიდიოდე, ისინი შენთან კომფორტულად იქნებოდნენ. ის ფაქტი, რომ გაღიზიანებულები არიან, დასტურია. შენ გამონაკლისის, ანუ აუთლაიერის ვექტორზეც გახარ. ხახუნი, რომელსაც გზნობ, სიჩქარის ფასია. მიიღე ეს სიმართლე. ვერ წაიყვან მათთან. ჯოგი მოძრაობს ყველაზე ნელი წევრის სიჩქარით. მტაცებელი მოძრაობს თავისი შიმშილის სიჩქარით. შენ უნდა აერჩიო რომელი ხარ. დაფიქრდი იმაზე, რასაც ახლა იღებ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები ათასებს იხდიან ტანსაცმელში, კავაში, გართობაში, მაგრამ ნულს საკუთარი გონების გაძლიერებაში. მუდმივად უფასოს მოხმარება გიდოვებს პასიური მსხვერპლის მენტალიტეტს. როცა მატერიალურად უჯერ მხარს ფიორის პატრიონზე, შენ ჩემს ჯიბეს კი არ ავსებ. შენს ახალ იდენტობაში დებ ინვესტიციას. თუ მზად ხარ ამისთვის, კარი ღიაა. ლინკი აღწერაშია. ვაგრძელებთ. თავი მეორე. მოჩვენების სტრატეგია, ანუ the strategy of the void. როცა სამყარო შენ წინააღმდეგ ტრიალდება, შენი ინსტინქტია ხმაური ატეხო, დაიცვა შენი სახელი, დაანტკიცო სიმართლე. ეს მახია. როცა ბრბოს ეკამათები, შენ მათ ძალაუფლებას ვალიდაციას უკეთებ. აჩვენებ მათ, რომ მათ აზრს აქვს უნარი და არღვიოს შენი შინაგანი მდგომარეობა. შენ ასხამ ენერგიას შავ ხრელში. როცა მაკიაველი მედიჩებმა ფლორენციიდან გამოაგდეს, ის არ დამდგარა პიაცაზე და არ დაუწყია კვირილი უსამართლობაზე. ის გაქრა. მან უკან დაიხია თავის ფერმაში. დადუმდა. ეს არის სიცარიელი სტრატეგია. როცა ყველა შენ წინააღმდეგაა, უნდა მოაშორო სამიზნე. გახდი მოჩვენება. ამოიღე შენი ფიზიკური ყოფნა, შენი ხმა და შენი ენერგია. ეს ორ რამეს აღწევს. პირველი, ეს აშიმშილებს ცეცხლს. ჯორაობას, სიძულვილს და ოპოზიციას საწვავი სჭირდება.
მათ სჭირდებათ შენი რეაქცია, სჭირდებათ შენი დრამა. როცა არაფერს აძლევ, აბსოლუტურ ცივ სიჩუმეს. მათ აღარაფერი აქვს დასაცავი. ისინი ერთმანეთის ჭამას იწყებენ. მეორე, ეს ქმნის მითს. სანამ ჩუმად ხარ, შენ უსაქმოდ არ ხარ. მუშაობ. აშენებ, მაგრამ ამას სიბლელეში აკეთებ. წარმოიდგინე ის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც აყენებ მტერს, რომელიც თავს გესხმის და პასუხად არაფერს იღებს. არანაირი ბრაზი, არანაირი სევდა, არანაირი შეპასუხება. მხოლოდ ცარიელი მზერა და შემდეგ არ ყოფნა. ისინი იწყებენ ფიქრს. რა იცის მან? რატომ არ ეშინია? რას გეგმავს? პარანოია შენგან მათზე გადადის. გამოიყენეს იზოლაციის დრო. სიცარიელი არ არის ცარიელი სივრცე. ეს სამჯედლოა. როცა მარტო ხარ მოკავშირეების გარეშე, იძულებული ხარ მხოლოდ შენს ხერხემალს დაეყრდნო. წყვეტ ვალიდაციის ძიებას, რადგან არავინაა იქ, ვინც მას მოგცემს. შეხედე მაგალითად 50 Cents. როცა ის მუსიკალურმა ინდუსტრიამ გააშავა, როცა 9-ჯერ ესროლეს, როცა ყველა ლეიბლმა უარი თქვა მასთან კონტრაქტზე, მას არ უწუწუნია. სარდაფში ჩაიკეტა, ჩაწერა მიქსტეიპები, დატბორა ქუჩები პროდუქტით და არა დაპირებებით. შექმნა ფანების არმია, მანამ სანამ ინდუსტრია საერთოდ გაიგებდა რომ დაბრუნდა. იმ დროისთვის, როცა მიხვდნენ რომ ის საფრთხე იყო, ის უკვე მეფე იყო. თუ გაგრიღეს, ძალიან კარგი. მათ შენს პოტენციალთან ერთად ოთახში ჩაგკეტეს. არ გამოხვიდე იქიდან მანამ, სანამ მონსტრი არ გახდები. თავი მესამე. სულელის ნიღაბი, ანუ კანონი, 38. იქნება დრო, როცა გაქრობა არ შეგიძლია. გაჭედილი ხარ ოფისში ხალხთან, რომლებიც შენს გაგდებას ცდილობენ. ცხოვრობ სახლში ოჯახთან, რომელიც ვერ გიტანს. შენ მტრის ტერიტორიაზე ხარ. აქ უნდა გამოიყენო მაკიაველის ყველაზე საშიში გაკვეთილი. დამალე შენი განზრახვები. დისკურსებში მაკიაველი ხვება ლუციუს ბრუტუსის ისტორიას. მეფე ტარკვინიუსმა მოკლა ბრუტუსის მამა და ძმა. შემდეგი ბრუტუსი იყო. ყველა მის წინააღმდეგიო. მას ნულოვანი ძალაუფლება ჰქონდა. რომ ებრძოლა, მოგდებოდა. რომ გაქცეულიყო, ინადირებდნენ მასზე. ამიტომ ბრუტუსმა სულელი გაითამაშა. მან ითამაშა თითქოს შტერი იყო. იქცეოდა ნელა, მორჩილად და უწყინრად. მისცა მეფეს უფლება, დაეცინა. მისცა კარს უფლება, ეცინა მასზე. მან იმდენად დაიმდაბლა თავი, რომ უხილავი გახდა. ის აღარ იყო საფრთხე, ის შინაური ცხოველი გახდა. მაგრამ იდიოტის ნირბის მიღმა ბრუტუსი აკვირდებოდა. ის იმახსოვრებდა მეფის სისუსტეებს. ელოდებოდა არასტაბილურობის ზუსტ მომენტს. და როცა საზოგადოების რისხვამ პიკს მიაღწია, იდიოტმა ბრუტუსმა ჩამოაგდო ნიღაბი, ამოიღო ხმალი და სათავეში ჩაუდგა რევოლუციას, რომელმაც დაამხო მონარქია და დაარსა რომის რესპუბლიკა. მან მოიგო იმიტომ, რომ მზად იყო, ლუზერივით წარმოჩენილიყო. რობერტ გრინი ამას 38 კანონს უწოდებს. იფიქრე როგორც გინდა, მაგრამ მოიქეცი ისე, როგორც ხვები. როცა ყველა შენ წინააღმდეგაა, არ ატარო შენი ამბიცია ბანერით. ეს სამიზნეა. შენ ირბე საკუთარი თავი მედიოკრობით. თუ შენს უფროსს ძუხარ, ჯერ ნუ დაჩოდილო მას. დაეთანხმე, ეპირფერე. აგზნობინე თავი უსაფრთხოდ. თუ შენი ოჯახი დასცინის შენს ბიზნესს, უთხარი. კი, მართლები ხართ, უბრალოდ პატარა ჰობია, ბევრს არაფერს ველოდები. დააწევინე მათ ფარები. აიძულე ჩააგონ დანები ქარქაშში, რადგან ეგონებათ რომ უკვე დამარცხებული ხარ. ამაში ხმა ამპარტავნება დევს. შენ უყურებ მათ და ფიქრობ. მე როლს თამაშობ თქვენს დასამშვიდებლად. თქვენ კი ზედმეტად ბრმები ხართ, რომ ეს დაინახოთ. ეს ლაჩრობა არ არის, ეს ჯაშუშობაა. შენ ხარ ჯაშუში მტრის ზურგში. შეაგროვე ინფორმაცია, დააგროვე რესურსები და დაელოდე მომენტს, როცა ზურგს შეგაქცევენ. ის არის არღვირის მანამ სანამ მიზანს მოხვდება. არც შენ უნდა იღვირო. იცი რა განსხვავებაა მაყურებელსა და მოთამაშეს შორის? მაყურებელს უნდა რომ ყველაფერი უფასოდ მიიღოს. მოთამაშემ კი იცის რომ რეალურ ძალაუფლებას ინვესტიცია სჭირდება. მე არ მაქვს დახურული კურსები. ჩემი იარაღები საჯაროა. მაგრამ პატრიონი არის ტესტი. იქ შენ ამტკიცებ რომ უბრალოდ კი არ უსმენ, არამედ მოქმედებ. თუ გსურს დატოვო პაიკების რიგები, შემოგვიერთდი ალიანსში. ლინკი აღწერაშია. ვაგრძელებთ. თავი მეოთხე. შურისძიების ერთადერთი ფორმა. შურისძიება ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტია. როცა ვინმე გთქენს, შენი ბიოლოგია რევანშს ითხოვს. გინდა იღვირო, გინდა ამხილო ისინი, გინდა მათაც ატკინო. ჩაახშე ეგ ინსტინქტი. ეს პრიმიტიულია, ეს ბინძურია და როგორც წესი უკან გიბრუნდება. თუ პირდაპირ დაესხმი თავს, შენ მათ ისტორიას აძლევ. ნახეთ რა გიჟია, რა ტოქსიკურია,
მართლები ვიყავით, რომ მოვიშორეთ. შენ ამტკიცებ მათ ნარატივს. ერთადერთი შურისძიება, რომელიც მუშაობს, ერთადერთი შურისძიება, რომელზეც მაკიაველი ხელს მოაწერდა, არის ტოტალური, უდავო გამარჯვება. სამხედრო საქმეში არსებობს კონცეფცია, რომელსაც overmatch, ანუ აბსოლუტური უპირატესობა ეწოდება. ეს ნიშნავს, ფლობდე იმდენად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რომ მტერი აცნობიერებს ბრძოლის უაზრობას. შენ უნდა ააშენო ცხოვრება, რომელიც იმდენად უდავოდ აღემატება მათსას, რომ მათი აზრი შენზე სასაცილო გახდეს. დაფიქრდი, ადარდებს ლომს, რას ფიქრობს მსხვერპლი მის ნადირობის ტექნიკაზე? არა, ძალაუფლებაში სხვაობა ზედმეტად დიდია. შენი მიზანი ამ სხვაობის გაზრდაა. სანამ ისინი ჭორაობენ, შენ ვარჯიშობ. სანამ ისინი ყოველ პარასკევს ერთსა და იმავე ბარში სვამენ და უფროსზე წუწუნებენ, შენ გვერდით შემოსავალს აშენებ. სანამ ისინი ბერდებიან, შენ ფორმაში დგები. ეს არის გრაფ მონტე-კრისტოს სტრატეგია. ედმონდ დანტესი დააპატიმრეს, დაივიწყეს და წაშალეს. მას არ უკვირია. წლები გაატარა საკუთარი თავის განათლებაში, იპოვა განძი და ხელახლა შექმნა საკუთარი თავი, როგორც გრაფი. როცა დაბრუნდა, მან უბრალოდ კი არ ცემა თავის მტრებს, იყიდა მათი ბანკები, იყიდა მათი საიდუმლოებები, გაანადგურა მათი ცხოვრება ღიმილით და მათ ბოლომდე ისიც კი არ იცოდნენ, რომ ეს ის იყო. შენ უნდა გახდე გრაფი, მიეცი მათ უფლება, კონდეთ თავიანთი პატარა გამარჯვებები დღეს. მიეცი უფლება, კონდეთ ოფისის პოლიტიკა. მიეცი უფლება, კონდეთ სრილმანი გამათები. შენ სხვა თამაშ თამაშობ, თამაშობ დეკადისთვის და არა დღისთვის. წარმოიდგინე გამოჩნები 1 წლის შემდეგ, ახალი მანქანა, ახალი ფიზიკა, ახალი მენტალიტეტი და ეპყრობი მათ აბსოლუტური, ზრდილობიანი გულგრილობით. ეს სახეში მუშტის დათქმაზე მეტად სდგივათ, რადგან ეს ამტკიცებს, რომ მათმა ოპოზიციამ ვერ გაგაჩერა, არც კი შეგანელა. სინამდვილეში ისინი საერთოდ არარელევანტურები იყვნენ. თავი მეხუთე, დაუსრულებელი ფინალი. არის ფინალური ფსიქოლოგიური ცვლილება, რომელიც უნდა განახორციელო. შენ უნდა შეწყვიტო ნატურა, რომ ეს უფრო ადვილი ყოფილიყო. უნდა შეწყვიტო ნატურა, რომ ისინი შენთან კარგები ყოფილიყვნენ. შენ უნდა ისწავლო სიძულის სიყვარული. ნიცშემ ამას უწოდა ამორ ფატი, ანუ ბედისწერის სიყვარული. არა მხოლოდ მიღება იმისა, რაც ხდება, არამედ მისი გამოყენება შენი სიდიადის ნედლეულად. თუ ყველა შენ წინააღმდეგაა, ეს ნიშნავს, რომ სამყარო გწდის. ეს კომპლიმენტია. პილოტს არ სძულს ქარი, რომელიც თვითფრინავს აფრენისას ეწინააღმდეგება. ის იყენებს ამ წინააღმდეგობას ასამაღლებლად. საპირისპირო ქარის გარეშე თვითფრინავი ვერ იფრენს. შენი მტრები, შენი ქარი არიან. ყოველ ჯერზე როცა ამბობენ, რომ არ შეგიძლია, ისინი გაძლევენ საწვას, რომ თქვა, მიყურე. ყოველ ჯერზე როცა გრიყავენ, ისინი გაძლევენ მარტოობას, რომელიც სამუშაოდ გჭირდება. ყოველ ჯერზე როცა გიღალატებენ, ისინი გასწავლიან სიბრძნეს. როცა შენს მტრებს ამ ლინზიდან უყურებ, წყვეტ მსხვერპლად ყოფნას, იწყებ მტაცებლობას. უყურებ მათ და ფიქრობ, მადლობა, თქვენ მე საშიშს მხდით. ეს არის ძალაუფლების საბოლოო სვლა. როცა შეგიძლია შეხედო ადამიანს, რომელიც შენს განადგურებას ცდილობს და იგრძნო გულწრფელი მადლიერება იმ გაკვეთილისთვის, რასაც გასწავლის, შენ ხელშეუხებელი ხდები. ისინი ვერ გათქენენ, რადგან შენ ტკივილს ძალაუფლება თარგმნი. შენ ალქიმიკოსი ხარ. ისინი ტყუიას გესვრიან და შენ მას ოქროდ აქცევ. საბოლოოდ დინება შემოbrunდება. ყოველთვის ასე ხდება. როცა გადაურჩები ზამთარს, როცა აშენებ ბიზნესს, როცა შეხვალ ფორმაში, როცა დაამტკიცებ შენს კონცეფციას. უცებ იგივე ადამიანები, ვინც შენ წინააღმდეგ იყვნენ, შენკენ დაიწყებენ მოცურებას. ყოველთვის ვიცოდი, რომ შეძლებდი, უბრალოდ ნერვიულობდით შენზე. ისინი შეეცდებიან ისტორიის გადაწერას. შეეცდებიან ითამაშონ თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში შენს მხარეს იყვნენ. ეს არის ფინალური ტესტი. არ წამოეგო. შეგიძლია აპატიო მათ. კი. ბრაზის შენახვა შხამის მასკავს, მაგრამ არასოდეს უნდა დაივიწყო. დააწესე ახალი კანონი, ცდომის სტანდარტი. ისინი, ვინც იქ იყვნენ, როცა ძირს ეგდე, იღებენ ადგილს მაგიდასთან. ისინი, ვისაც ნიჩაბი ეკავათ და შენს დამარხვას ცდილობდნენ, შეუძლიათ გარეთ დადგნენ. შენ არ ხარ ბოროტი, შენ ხარ საკუთარი რეალობის კურატორი. ისწავლე, რომ შენს ენერგიაზე ცდომა პრივილეგიაა. ისწავლე, რომ ლოიალურობა იშვიათია. ისწავლე, რომ ადამიანების უმეტესობა კარგი ამინდის მეგობარია, ვისაც მხოლოდ მზე უყვარს. ახლა შენ ხარ შტორმი. ასე რომ, აი სიმართლე იმაზე, თუ როგორ იგებ, როცა ყველა შენ წინააღმდეგაა, ეს არ არის ტრაგედია, ეს ინიციაციაა. ცხოვრება გისვამს კითხვას.
გჯერა თუ არა საკუთარი თავის იმდენად, რომ იდგე მარტო. უმეტესობა ამბობს უარს. თხდებიან, ბოდიშს იხდიან, უბრუნდებიან ჯოგს და კვდებიან როგორც ასლები. მაგრამ შენი თვი კის. შენ გამოიყენებ სიჩუმეს, გამოიყენებ სიბნელეს. შეისწავლი თამაში მაშინ, როცა მათ სძინავთ. ააშენებ ციხესიმაგრეს იმდენად მაღალს, რომ მათი ისრები ვერ მოგთრულეს და ერთ დღეს გადმოიხედავ ამ ციხესიმაგრიდან. დაინახავ ადამიანებს, ვისაც შენი ეეჯვებოდა, ვინც დაქცინოდა, ვინც გიღალატა და ისინი გამოჩნდებიან ძალიან პატარები. შენ არ იგზნობ ბრას, არ იგზნობ შურის ძიების წყურვილს, უბრალოდ იგზნობ განცალკევებას. შენ ხარ გამონაკლისი, ისინი არიან ბრბო. და ეს არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. თუ მზად ხარ, რომ ეს ცხოვრების წესად აქციო, გამოიწერე ფიორი. მე მხოლოდ ეხლა ვიწყებ. შეგხვდებით ჭრილში.